მარცხნივ გადაცემა კვარაცხელია არის გარკვეული სივრცე თავადვე დაარტყამს არა შეიწია სიღრმისკენ აი ახლა აპირებს თითქოს დარტყმას არა პასი გაკეთდა და მე შორიდან შესანიშნავი გასროლა ამ ეპიზოდში ბარს ოსეის შესრულებით განელმა მოთამაშემ ოსეიმ სცადა ამ ეპიზოდში შესანიშნავი დარტყმით თავისი გუნდის დაწინაურება რაც შეეხება დილას შემადგენლობას უნდა ვთქვათ ის სასიამოვნო ამბავი რომ რომარიკეტოვ დაბრუნდა განაცხადში წინა შეხვედრაშიც იგი ტორპედოსთან პოზიციაზე თამაშობს იძლევა რა თქმა უნდა ეს შეხვედრა იმის საშუალებას რომ მსგავსი ახლა ეს ეპიზოდი ძალიან სახიფათო დარტყმა და კერესელიძე ურთულესი მიწის მოგერიებას ახერხებს კიდევ ერთი დარტყმა ამ შემთხვევაში უკვე კაკაშვილის შესრულებით და იბლოკება დილასწველების მხრიდან ეს მცდელობა კვარცხალა მარჯვენა ფლანგიდან დინამო უწევს ძალიან აქტიურად და დინამიურად ნახოთ კიდევ ერთი ეპიზოდი იქნება თუ არა კვარაცხელია ყურადღების ცენტრში უკან გადაცემა ხარას ფარგლებს გარეთ დინოას რომ არაჩვეულებრივი სეზონი აქვს ამაზე გითხარით ის 8 საგოლე გადაცემა ამ სეზონში და 1 გოლიც ეს ყველაფერი 18 შეხვედრაში გასულ წელს ასევე არ ქონა მას ცუდი სეზონი 4 გოლი 4 საგოლე გადაცემა მას უთამაშია სხვადასხვის ცენტრალური მცველის პოზიციაზე თუმცა სულ რამდენიმე თამაში ეს იყო გასულ წელს და საინტერესოა უკვე დეონდოს შეხვედრაში მას ხედავთ როგორც გითხარით რთულად თუ მიაღწევს რომელიმე გუნდი. აქ არის კარგი პლაცდარმი კონტრიერიშის განსახორციელებლად. მამინ სანიანგი, აქ კვარაცხელია მოსდევს ფეხდაფეხ, შეყილაძის აქვს შანსი და მაკაცარია თამაშობს ძალიან კარგად. დილას ერთ-ერთი ყველაზე მწვავე იერიში წუთზე კიდევ ერთხელ განმეორებით მშვენიერი გადაცემა და მერე უკვე ახლოს იყო ძალიან შოთა შეყილაძე გოლის გატანასთან, თუმცა მიხეილ მაკაცარია მოახერხა ამ ეპიზოდის განეიტრალება არ შედგა და არის სალტისი 20 რუი მონტეირო და 39 რეჟიკო დანელია ასეთია უკვე დინამოს შემადგენლობა მენთეშაშვილი ყურადღების ცენტრში ძალიან მახული კუთხიდან პირდაპირ დარტყმა გადაწყვიტა ბორის დილას თუ საუკეთესო არა მინიმუმ ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ შეხვედრებშიც ვისაუბრე ამის შესახებ რომ ლაშა მენთეშაშვილის ტრანსფერი გორის დილაში იყო ალბათ ბოლო პერიოდში განხორციელებული ტრანსფერებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ლოკომოტივის ფეხბურთელი გახლდათ მენთეშაშვილი გასულ სეზონში მან 9 გოლება უკვე საკმარისია და მისი ასაკობრივი გუნდების ხსენება და ასევე ჰანოვერი და ჰოფენჰაიმი იყო ის ორი გუნდი აქ ნახოთ ეს ეპიზოდი მაკაცარია აქაც ძალიან დამაჯერ მშვენიერ შეხვედრას ატარებს მიხეილ მაკაცარია უნდა ვთქვათ რომელიმე გუნდი განსაკუთრებით ბოლო სეზონში ჩვენ ბოლო წლებში ამაზე შეიძლება საუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით რომ ეს დაძაბულობა აშკარა იყო აქ გოგობერიშვილის კიდევ ერთი მცდელობა და მიხეილ მაკაცარია ეუფლება ბურთს ძალიან პირველ ტაიმში შოთა შეყილაძე ძალიან აქტიური იყო და გოლთან თუ ვინმე იყო ახლოს ერთ-ერთი სწორედ შოთა შეყილაძე გახლდათ მის ნაცვლად მოედანზე შემოსვლა აი აქ შეიძლება დარტყმა ვიხილოთ ვაწაძე ტეიშეირას დარტყმა და კერესელიძე უწყვება იქ სადაც 4 წუთია დამატებული ასე რომ 3 წუთი ნახევარი თამაში შესანიშნავი დარტყმა და გამორბენი დარტყმა ზუსტია დინამო თბილისი დაწინაურდა 1-0 კერესელიძე საპირისპირო ის პენალტი ზუსტია შუაში გაუშვა მენთეშაშვილმა დან დარტყმას შეასრულებს ლეონარდო დოს სანტოსი გამორბენი დარტყმა და უზადოდ შეასრულა წინვალეთ ძალიან კარგად ჩაერთო თამაში მეორე ტაიმში და ამ შემთხვევაში უკვე ეს დარტყმა აღარ გამოვიდა ზუსტი 2-1 რომ ზუსტი ყოფილიყო ეს დარტყმა ამბობს მოგერიებაც ფაქტობრივად გამორბენი დარტყმა ზუსტია დინამო 2 მესამე პენალტს სწორედ ფარულავა შეასრულებს და ადგილობრივ გუნდს ფარულავას გამორბენი დარტყმა ზუსტია 3-2 ახლა შეიძლება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანას გაიტანა კიდეც 4-2 ანგარიში დინამო თბილისის ახლა ყოველი დარტყმა ძალიან მნიშვნელოვანია ნაღმდეგ გამორბენი მაკაცარია მოიგერია ეს დარტყმა რაც ნიშნავს იმას რომ დინამო თბილისმა ეს შეხვედრა მოიგო მიხეილ მაკაცარია გახდა საბოლოოდ გმირი აი პენალტების სერიისა მისი მოგერიება აღმოჩნდა გადამწყვეტი